ეთერშია ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. ზემო სვანეთში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში. აბასთუმნის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. უნიკალური კურორტის განვითარების მიზნით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. აღიჭურვა ახალი გუმბათითა და ტელესკოპით, ასევე შემუშავდა გენერალური გეგმა და რეაბილიტირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. გრძელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. 16 კილომეტრიანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელება, ასევე მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი ბეინარის გზის რეაბილიტაციაც. ივნისში დაიწყო აბასთუმანი-ყანუბილის მონაკვეთის მოწესრიგებაც, რომელიც ობსერვატორიასთან მისასვლელ გზას სრულად კეთილ მოაწყობს. აბასთუმანში დასრულებული ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობაც, ამასთან მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტის რეაბილიტაციის დაასკვნით ეტაპს ახორციელებს. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს აბასთუმანი და აბასთუმნის განვითარება. აბასთუმნის შემოვლით გზაზე იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები. ჩვენ ორ კომპანიასთან გავწყვეტეთ ხელშეკრულება, რომელიც აწარმოებდა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას და დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა დასრულებული იქნება, 17 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც საბოლოო ჯამში ბაღდათის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას უკვე მთლიანად უზრუნველყოფს. პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენის, სადაც ეს დაზიანებები მოხდა, ტყის აღდგენის სამუშაოების დაპროექტებას და უკვე განხორციელებასაც. ასევე ჩვენ დავათვალიერეთ ობსერვატორიასთან მიმავალი გზისარეაბილიტაციო სამუშაოები. აქაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს ეს პროექტი დასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და ქართულ ფონდს და ბატონ ბიზინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ყველაფერი ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ეს კურორტი ამ კურორტს დაებრუნებინა და ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით. ჯამში დარჩენილია დაახლოებით 70 შენობა, რაც არის მოსაწესრიგებელი. გარდა ამისა, მოხდება მთლიანად სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შექმნა. დღესდღეობით კონტრაქტორი კომპანია არის საკვლევ საპროექტო ეტაპზე, ჩართულები არიან ხელოვნებაცოდნეები, რესტავრატორები, რათა არ დაკარგოს აბასთუმანამ მისი ავთენტურობა, გამომდინარე იქიდან, რომ აბასთუმანის შენობები გამოირჩევა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს იერსახე. ეს გზები ჩვენ რეგიონს და ზოგადად აბასთუმანს მიცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად გამართული იყოს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე უფრო მეტად გამართული იყოს და უფრო ადვილად გადაადგილდეს ჩვენი მოსახლეობა და იყოს კომფორტული გზები და გადაადგილებაც იყოს კომფორტული. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და მათი დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობაზე იმსჯელა მამუკ აბდინარაძემ რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთსა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან. ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრმა ასევე განიხილა რეგიონებში არსებული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები. ოპოზიციის თვით ლუსტრაციას იაფასებენ ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში ყოფილი თანაგუნდელების მწვავე დაპირისპირებას, რომელიც Facebook პოსტებით მიმდინარეობს და მთავარი არსი ფულზე გადის. სააკაშვილი აღიარებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გასაყიდი ფასი 4 მილიონზე უფრო ძვირია, ვიდრე ეს გვარამიას ჰქონია. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ახსენებენ წარსულს და ტყუილებთან ერთად ტელევიზიების გაძარცვაში ადანაშაულებენ. ამით კი ქართული ოცნების შეფასებით თავად აადასტურებს ნაციონალური მოძრაობა, რომ ნიკა გვარამიას სასჯელს ნამდვილად იხდიდა რუსთავი ორის გაძარცვისთვის.
ნაციონალურ მოძრაობას ფასდაკლება არ გამოუცხადებია და არანაირ 4 მილიონად არ იყიდება. მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თავის დროზე წასულთა უმეტესობას, რომელთა мотиваცია არ ყოფილა ფინანსური და სხვა მოსაზრებები ჰქონდათ. შეიძლება ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ გულწრფელი. დროა უკან აღარ მივიხედოთ იმ კონკრეტული ფიგურებისგან, რომლებსაც გზა ეებნათ, გაიყიდნენ და სიბინძურეებით უნდა ჩვენი ყურადღების მიქცევა. მე რო თქვენ არ გეწერებით როგორც დასანქცირებულ რუსულ კომპანიას. ჩაგეწერეთ თქვენ დასანქცირებული ხართ, რასაც აბნეული არა, ავით რას გაიგებ. სააკაშვილის რა თქმა უნდა ეცოტავა 40-დან 4 მილიონამდე დავიდა. ყისიერად გვარამია და რა თქმა უნდა ამაზე პრეტენზია ქონდა. იმიტომ რომ თქვა რომ ასეთი დაბალი ფასი არ არისო, ანუ ფასს არ ვიხდით და არ ვიყიდებითო ეს არ უთქვამს. ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო. შესაბამისად ეხა რა იყო ეს ერთი რამდენიმე დღე მაინც ყოფილიყო 40 მილიონიანი ეს ნაცმოძრაობის წევრები ამ გვარამიამ ყისიერად 2 წამში 4 მილიონზე ჩამოიყვანა, ანუ 10 ჯელში ამცირა. შესაბამისად ეს ვაჭრობა რა თქმა უნდა გაგრძელდება, ჰაერით ვაჭრობა, როგორც ასევე მათი მოლოდინები და მათი დაპირებები იყო ყოველთვის ჰაერი, ისევე დღეს ჩხუბობენ ერთმანეთში ჰაერისთვის. არაფერი არც ერთ არ გააჩნია, მაგრამ მაინც ბრძოლობენ ერთმანეთში და ეს რა თქმა უნდა საქართველოსთვის არის კარგი, იმიტომ რომ იმედი გვაქვს რომ გონივრულ ვადაში საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს ამ მავნებელ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წამოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ვაკვირდებით თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი და რაც თავარია ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, რომ გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება, იქიდან გამომდინარე რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიებით. და ამ შემთხვევაში ისინი ადასტურებენ იმ სიმართლეს, რასაც ქართული ოცნება ვსაუბრობდით, პირდაპირ აღიარეს ნაცემა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად გაძარცვა რუსთავი 2. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი ასე ვთქვათ мотиваტორი არის ფულზე და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე და რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა და დაადასტურა, შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამია მითაღლითა რუსთავი 2-ში. დღეს უკვე ნაცებიც აღიარებენ, ერთადერთი ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თურმე ის იყო პოლიტიკური დევნა. ჩვენ ხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში მყოფი ლიდერების ურთიერთბრალდებებს, ასევე ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება. ეს არის ძალიან სასარგებლო პროცესი, როგორც ქართული საზოგადოებისათვის, ასევე ქართული დემოკრატიისათვის, იმდენად რამდენადაც ხდება ლუსტრაცია ამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების და კიდევ ერთხელ საზოგადოება ხედავს, რასაც ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვამბობდით, ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზემო სვანეთში, ჭუბერსა და ლატალში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობა შეხვდა. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება განიხილეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეს ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილი მოსახლეობა. ჩვენ გქონდა ლატალში და ჭუბერში მათთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებობს დღეს მათ წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულება, მოვალეობა და უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ მათ საჭიროებებზე ვიზრუნოთ. ვიდა ჩვენთან აფხაზეთის მთავრობა, დიდი მადლობა მათ მოგვიტანეს პროგრამები, გაგვაცნეს, კმაყოფილები დავრჩით. გვპირდებიან ბევრ რაღაცას, ვაწოდებთ ინფორმაციას, გვაქვს დისკუსია. საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას. დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში. ვიზიტი განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით შედგა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ქართული ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები და ისინი ასევე ჩაერთნენ საკმაოდ საინტერესო ოფიციალურ შეხვედრებში.
პროექტის მიზანია ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ჩინელი ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურის და ტრადიციების უკეთგაცნობა და ზოგადად ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავება. 2025 წელს პეკინის უცხოენათა უნივერსიტეტში ჩინელ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შესწავლათ ქართული ენა და კულტურა. სწორედ ეს ახალგაზრდები იმყოფებიან დღეს საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ძალიან მიხარია, რომ უშუალოდ ვეცნობით ქართულ კულტურას, ისტორიას და ბუნებას. ძალიან შემიხვდა საქართველო, საინტერესო ქართველი ცივილიზაცია და ენა გაუმარჯოს ჩინეთ საქართველოს მეგობრობას. მზესთან უფრო ახლო საჭარული გემოები კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა. მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ქართველმა შეფ-მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს. მიზანი გოდერძის როგორც ზაფხულის ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. კურორტზე 21 ივლისიდან ფუნქციონირებს საბაგირო და დამსვენებლებს ალპურ ზონაში ასვლისა და გოდერძის მრავალფეროვანი ლანდშაფტების აღმოჩენის საშუალება აქვთ. გოდერძიზე არსებული საბაგიროები აქტიურად ემსახურებიან დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობებს ზაფხულის სეზონზე. ჩვენ გვეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზე. ცოცხალის შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს. მომღერალი ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში თანამედროვე მუსიკალური პროექტით ნუცას ლაივ შოუთი წარდგება. ნუცას პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში აერთიანებს მსოფლიო შოუ ბიზნესის ვარსკვლავების ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდს. სრულიად ახალი არანჟირებითა და თანამედროვე ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა. შორენა კოპარაიშვილი გვერდება ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრიდან, რომელიც გენერალურ რეპეტიციას ესწრებოდა. დიახ, ნუცას ლაივ შოუ. ასეთია სახელწოდება საერთაშორისო მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი შემსრულებლის, გრემის აკადემიის წევრის, ნუცა ბუზალაძის ახალ სოლო შოუს, რომლის პრემიერაც სწორედ დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე შედგება. ჩვენ ვესწრებოდით გენერალურ რეპეტიციას და მერწმუნეთ ის, რაც რამდენიმე საათში ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის აი ამ სცენაზე მოხდება, ნამდვილად არის ახალი ფორმატის საერთაშორისო დონის მუსიკალური შოუ ქართულ საკონცერტო სივრცეში. ნუცას ლაივ შოუ აერთიანებს ცოცხალ მუსიკას, რა თქმა უნდა მის მომაჯადოებელ ხმას, ასევე მოცეკვავეებს, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიებს და ერთგვარ თეატრალიზებულ სანახაობას. მასთან ერთად საკონცერტო პროგრამას, როგორც უკვე აღნიშნე, წარმოადგენს ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან მსოფლიო შოუ ბიზნესის ცნობილი მომღერლების მუსიკოსები და სწორედ მათ მიერ შექმნილი ახლებური არანჟირებით ჩვენ დღეს აქ მოვისმენთ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს. იქნება ბევრი სიურპრიზი, პრემიერა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნუცასთან ერთად დუეტში ვიხილავთ რამდენიმე ქართველ შემსრულებელსაც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნუცას წარმატებული თანამშრომლობა ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილ მუსიკოსებთან და პროდიუსერებთან სწორედ აი ამ მის სოლო შოუ პროექტად იქცა, რომლის სახელწოდებაც არის ნუცას ლაივ შოუ და სულ რამდენიმე საათში შედგება მისი პრემიერა. ესეთი მასშტაბური კონცერტი მე საქართველოს ჯერ არ მქონია, რომ ჩამომეყვანა ამერიკიდან ესეთი მაღალი დონის მუსიკოსები. სცენაზე მართლაც რომ საოცარი ადამიანები უკრავენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რაც გადავიდი 2 წელია ლოს-ანჯელესში, როგორც არტისტი, მე უკვე ვგრძნობ იმ განსხვავებას, აი ძველ ნუცასა და ახალ ნუცას შორის. მინდოდა ამ შოუთი, აი რაღაცა რაც ეს ამ 2 წელში დავაგროვე, ხო? აი ცოდნა, აი რაც ვთქვათ, აი მოძრაობების სცენაზე, ჩემი ახალი სიმღერები, ჩემი ახალი ალბომი, რაც ახლა გავაკეთე, ასე 2 სიმღერის პრემიერა იქნება დღეს ამ სცენაზე. აი ეს ყველაფერი მინდოდა გამეერთიანებინა ამ კონცერტში და ჩემი ქართველი მსმენელისთვის
გამეკეთებინა ესეთი შოუ. გვაქვს პრეტენზია, რომ იყოს ისეთი ელემენტები დატვირთული, რომელიც ცოტა უცხო იქნება ქართველი მაყურებლისთვის. ამას ყველაფერს ემატება ის, რომ ეს არ არის მარტო ქართული, ასე ვთქვათ, ქართული შოუ, ეს არის ქართულ-ამერიკული შოუ, ამერიკულიც უმაგრესი და ძალიან მაგარი მუსიკოსებით და ვფიქრობ, რომ ის მაყურებელი, ვინც დაესწრება დღეს დარბაზში ამ ღონისძიებას და ამ შოუს და ის, ვინც ნახავს საბოლოო ჯამში სატელევიზიო ეთერით, მიიღებს ძალიან დიდ სიამოვნებას და ეს კიდევ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პერსპექტიული შოუ იქნება კიდევ და ისევ ქართული შოუს ბიზნესის განვითარებისთვის. მიყვარს ბათუმი, პირველად ვარ აქ და უკვე შემიყვარდა. აქ ყველაფერი მომწონს, რაც შეეხება ნუცას. ჩემთვის პატივია ვიყო მისი პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი. ის სუპერსტარია, ნამდვილი ვარსკვლავი. დღევანდელი შოუ ის, რაც ამ სცენაზე რამდენიმე საათში მოხდება, ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. ნუცას ლაივ შოუს მომღერალი სულ მალე ლოს-ანჯელესში წარადგენს. ბათუმში გამართული შოუს პრემიერის ჩანაწერს კი ექსკლუზიურად იმედის მაყურებელი იხილავს. კონცერტი ზუსტად 8 საათზე დაიწყება. ეს შორენა კოპალეიშვილი იყო ბათუმიდან. უკრაინულმა დრონებმა სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. აგვისტოს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები კვლავ დაადასტურებენ თავიანთ მზაობას, გააძლიერონ რუსეთს ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე არჩევნების ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ცნობისათვის უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მოითხოვს. პარლამენტში უკვე ერთი წელია მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ტიპის არჩევნებისთვის სპეციალურ კანონპროექტს ამუშავებს. თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე, ეს შეუძლებელია და ეს ყველასთვის ნათელია. საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. სამხრეთ კაროლინაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს. ჩვენ ჩავედით და შევაჩერეთ ისინი, მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. მათ იმდენად სურთ შეთანხმების მიღწევა, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, გვინდა თუ არა ეს შეთანხმება, რადგან მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ. ეს ამერიკის ტერიტორიაა. ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობებზე ილაპარაკა, როგორც ჯორჯია მელონიმ განაცხადა, მას და თეთრი სახლის ლიდერს შორის კომუნიკაცია უკვე რამდენიმე კვირა არ შემდგარა და არც იმაშია დარწმუნებული, შედგება თუ არა კომუნიკაცია ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ. ვფიქრობდი, დონალდ ტრამპთან ურთიერთობა ბევრად მარტივი იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი შეხედულებები გვაქვს მიგრაციასა და ვოკ-კულტურაზე. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ჩვენ შორის კომუნიკაცია უკვე რამდენიმე კვირაა არ შემდგარა. მე ისევე როგორც ადრე მივიჩნევ, რომ დასავლეთის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. იტალიის სტრატეგიას ჩემი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე არ განსაზღვრავ. შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების გამოცხადება გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო ეკონომიკური ომის გაგრძელება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი ესმაილ ბაღაი სოციალურ ქსელში წერს. არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია კანონიერად აიძულოს უცხოური ბანკები, საწარმოები ან აეროპორტები უარი თქვან მესამე სახელმწიფოსთან კანონიერ ვაჭრობაზე. ეკონომიკური იძულება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას, შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე უკანონო ქმედებას აცხადებს ბაღაი. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა.
საქართველოს ნაკრები ხვალ 23 აგვისტოს 19 საათსა და 15 წუთზე თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწევა. საშინაო მატჩები ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯურჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. საკვალიფიკაციო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. სავარჯიშო მატჩი არ მოსამზადებენ, მაგრამ რა თქმა უნდა მაყურებელი აქ იქნება და შევეცდებით რომ გავიმარჯვოთ და ვივარჯიშოთ იმაზე, რაც გვაკლია. მონტენეგრო ძლიერი ნაკრები, ასევე პორტუგალია სუგვიჭირს ესეთ გუნდებთან თავაში, მაგრამ ვარჯიშობთ, ვებზადებით მაქსიმალურად, ვიცით რა წონის თამაშები არის და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც შვებულებაზე ფაქტობრივად უარი თქვეს ნაკრების დასახმარებლად. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ეს შესანიშნავი ტესტია მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ. ისრაელის სწრაფი და ენერგიული გუნდია. ჯერა რომ მათთან თამაში უკეთეს გუნდად გვაქცევს და რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის დახვეწაში დაგვეხმარება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, ქრონიკა ეთერში 20 საათზე დაბრუნდება. დროებით.